20-მდე თბილისში გაიზრდება და აქედან ბათუმამდე, თბილისიდან თელავამდე. აი ნახეთ თუ როგორი სისტემით იქნება ეს. მზეზე მომუშავე პანელებით გაკეთდება. შეხედეთ? აი ეს სისტემა არის. ეს არის ევროპა და ევროპული სისტემა. შეხედეთ? ზუსტად ესე არის დუბაიში, ევროპაში და ყველგან ცივილიზებულ ქვეყანაში და ამას კიდევ ჩვენ მერიას ვთხოვთ რომ დაგვეხმაროს, ადგილები გამოგვიყოს და აქედან ბათუმამდე გავაკეთებთ ალბათ და აქედან თელავამდე. ეს მეორე ხელი შეწყობა. აი მესამე და მთავარი, აი ეს გავამართვით მესამე და მთავარი. აი შეხედეთ. აი ეს რა არის? ეს არის კარტა, მიხვალთ ლოკაციით ამ ადგილზე და ეს არის კარტა, მიხვალთ და ურიგოთ დატენით. აი შეხედეთ, მიხვალთ თქვენ ავტომობილს ურიგოთ დატენით. აი შეხედეთ. 300 ავტომობილი შემოვა 10-15 დღის განმავლობაში. 300-ვე გაყიდულია და 300-ვე არის გამზადებული. აი ნახეთ. 300-ვე არის გამზადებული. აი ნახეთ, ნებისმიერი ავიღოთ. აი ნებისმიერი ავიღოთ მათე მოტორსი. შეხედეთ ჩვენი პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ამას გვიმონტაჟებენ და ეს არის ხვალინდელი დღე. მე მინდა ბევრი რამე გირჩიოთ, ვისაც ელექტრომობილები ყავთ. იმიტომ რომ თუ ვინმე მიცის ელექტრომობილი, მე ვიცი, ეს ელექტრომობილი კიდე გიმეორებთ არ არის რომ დღეს ვიყიდი და ყველაფერი კარგად მექნება, არა. დღეს თქვენ ხედავთ რომ ყოველ ქუჩა იყიდება ელექტრომობილები. წუხელ ერთ გადაცემას უყურეთ. ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ყიდიდა ნატურას, ლუსტრას, სადღაც 3 ცალი მანქანა იყიდა და იძახის რომ მე ვარ ყველა ელექტრომობილის დილერი საქართველოში. ბაბა, რისი დილერი ხარ? ერთი ავტომობილი მოგიყვანია და ემბლემა აქვს, ერთს კვერცხის ფორმის ემბლემა აქვს, მეორეს ქათმის. და როგორ შეიძლება ესეთი გაურკვეველი წარმოშობის ავტომობილი კაცმა იყიდოს, ხო? მას ხო პატრონობა უნდა. აი ზუსტად ამიტომ დავაგდეთ ეს ფასები. ადამიანებს გონიათ რომ თუ რაღაცა თანხას გადაიხდიან და ვიყიდით და გარანტიას არავინ არ გაძლევს. სად არის გარანტია?